აბა ვნახოთ ამ ჯერზე როგორი იქნება ჩვენი დერეფანი. ბაბუნაშვილი ცალი ხელით. აბა წავიდა, იგივე მოლია, წავიდა, შეგვილია და მიწას უთიძემ კი ბატონო. მეოთხე წუთზე გავხსენით უკვე ანგარიში ნიკოლოს სუთიძის ლელოთი დავწინაურდით ანგარიში 5 წუთს. ბაჩუკი ყოფილა ჭუმბაძე, როგორც ჩანს, იგი ადგა ბურთით ხელში, ნდევრული შეტევა იყო და ლოგიკურადაც დავასრულეთ. კი ბატონო, აქ ჯალაღონიამ გადააწოდა ჭუმბაძეს. და რა თქმა უნდა, მის შეჩერება ვეღარ შეძლეს. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ინგლისის ვიცე-ჩემპიონი, რომელმაც ითამაშა პრემიერში. ბატონო, მოახერხეს მარტივი სამი ქულის აღება ჩილელი. გასულია მოედნის გარეთ და ვეცდებით ისევ გამოვიყენოთ ეს უპირატესობა. კარგია, ჯავახია კომბინაცია ჯინჭარაძე და პირველი ლელოვი ითვალა. კარგი იყო ჯინჭარაძე, ძალიან კარგად გათამაშებული კომბინაცია. ჩილი აქ ისევ მძიმე მოლს ელოდებოდა ჩვენგან, მაგრამ ესე ჭკვიანურად ვაჯობეთ. კარგი კომბინაცია იყო და შედეგი ენადაც დამთავრდა. ეგ ჯავახიამ მოიგო ბურთი. ივანიშვილის გადაცემა და ჯინჭარაძის მეორე კეპი და პირველი თამაში. მაგარი შედეგია, ორ თამაში ერთი ლელო ვერაფერს ვიტყვით. იყო რასაც უნატრულობს ჩვენი გულშემატკივარი და ეს გავათამაშეთ ახლა აქ ბურთი და ჯინჭარაძე მიეძავა. აბა წავიდა ჯალაღონია, ივანიშვილი და ვეღარ გააჩერებენ, რა თქმა უნდა. ივანიშვილის შვენიერი მესამე ლელო ამ მატჩში. ხო, აღნიშნე შენ რომ ლუკას აუცილებლად ექნებოდა იმის შანსი, რომ მე ტოკესთვის ტკივილი მიეყენებინა და რაგში შუაში აგდებული ბურთი და კიდევ ერთხელ დააყენეს მოლი. რომელსაც წისვლა არ აქვს. მოუწოდებს ახლა საჯი გამოყენებისკენ. ახლა გამოიტანეს ბურთი ცენტრი, წამოვიდა 13 ნომერი მათი და რა თქმა უნდა ივანიშვილი არის უპირატესობა ჯარიმის, როგორც ჩანს უთხელო ბოჭვა იყო ლუკაზე აქ. კარგი გასი და ლელო გაქვით ეს მოახერხე. კი ბატონო. კი, ლოგიკური დასასრული იყო ამ შეტევის. დავჯარიმდით ორჯერ, უპირატესობაც ჰქონდათ და აზე წავიდა ცედო, წავიდა თვითონ ყავშიგნით ჩვანგირაძე და მორიგი ლელო. პირველი ტაიმის ბონუსი. კი ბატონო. გაინახდეს ბორჯღალოსნებმა. 35 წუთზე ძალიან კარგი შეტევა ჰქონდა, რომლითაც დაახლოებით 50 მეტრი ვიარეთ, ხან მოლით, ხან ხელდახელ ესე უნდა მოლის დაყენებაო, ვაჩვენეთ პატარა მასტერ კლასი. ჩვანგირაძემ მოახერხა თავისი ლელოს გატანა. კი, კარგი იყო აქ ძალიან თედო. მაგრა გაჭრახაზი წინ არ მიიწევს. თუმცა ბურთი უკან არის, კარგად არის ჩამოყალიბებული, აი ნელ-ნელა ეხლა ცდილობენ მოუდნავ დაუძვრეს. აი მოუწევთ ეხლა უკვე ბურთის ხაზში გატანა. მოუწოდა საჭმა ბურთის გამოყენებისკენ და გაიტანეს. აბა ვნახოთ, გრძელი გადაცემა. კარგია თედო აქ ბოჭვაზე. ნამდვილად სალელოვე და სახიფათო შეტევა შეაჩერა და მაგრამ გრძელდება ჩილეს იერიში. სახიფათოდ გვიტევენ, აქ უნდა გავაჩეროთ, კარგი ბოჭვები აქ, დომინანტი ბოჭვები გჭირდება. მიიღეს მაინც უპირატესობა დასანანია. ვიცავ ჯერჯერობით თავს კი. So he can go to Giuda და ეხლა გაიტანეს ხაზზე, გატეხა კვესელაძემ ხაზი. არ უნდა გაუშვას ჯავახიამ, არ უნდა დაამიწა როგორ ჩანს. მაინც მოახერხეს 39 წუთზე მეორე ლელოს გატანა ჩილელი. კარგად გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა. მოვლით ვერ მოგვაწყვნენ, ხაზში გაიტანეს ბურთი, თორაკვების გაჩერება გაგვიჭირდა ძალიან. აი, ნაიც მოახერხია. ვიდელა გაძევებული იყო მაგამდე 10 წუთით, შემოვიდა და მიითვალა ლელო. აბა შეაგდოვასკამ დავძარით, მაგრა ვაწვევით. შეგვიძლია გამოვიტანოთ, კარგია ჯალაღონია. პატარა ფეხი ვასკასი რა კარგია და აიღო კახოიძემ, ბრავო. ამ ლელოს უკვე აღარაფერი ემუქრება.
კი ბატონო, ამ ჯერზე ყველაფერი კარგად გამოვიდა და ლობჟანიძის მოკლეზე გადაკიდებული ბურთი დაიმორჩილა კახოიძემ და დაამიცა ის ზელებს შორის. ძალიან კარგი იყო ჩანაფიქრით, შესრულებაც, დაბოლოებად შეტევის ყველაფერი იყო იდეალური. აი, განმეორებით ეს ეპიზოდი. ცალი გვაქვს, მაგრამ დიდი ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. კარგს არ ნიშნავს. არის შერკინება, შეაგდო ლობჟანიძე ბურთი შერკინებაში და კარგად მიდიოთ. გვაქვს უპირატესობა კი არ გაგვაქვს და იქნება იაშაღაშვილის ლელო კი ბატონო. იაშაღაშვილის მე-6 ლელო, ანუ საქართველოს ნაკრების მე-6 ლელო, რომელიც ამ შემთხვევაში თორნიკე ჯალახონიას დაცვლად შეცვლაზე შესული იოანე იაშაღაშვილის ანგარიშზეა და კარგ დროს შესულა იოანე შეგვიძლია ვთქვათ. ეს იყო კოლექტიური 8 კაცის დამსახურება, რომელიც აქტივში ჩაეთვლება იოანე იაშაღაშვილს. იაშაღაშვილისთვის ეს პირველი სანაკრებო ლელო არის, აქამდე ლელო არ ქონდა გატანილი. კარგი ამბავია. ბორჯღალოსნების კვართით და მოახერხა ეს. პროდეურში ის გამოირჩევა ლელოების დადებით. ხო, ისიც ვთქვათ, რომ და აი გაწევ გამოწევაზე და არასპორტულ საქციელზე ის პასუხეთ როგორც საჭიროა. კი ბატონო, ლელოთი დავსაჯეთ. ყველაზე ლოგიკური სასჯელით დავსაჯეთ ახლა ამ წუთას ჩვენ ჩილელი. მთელი შერკინება კარგი იყო, მოვლი კარგად იყო ჩამოყალიბებული და ვინც დაიწყო ეს შეტევა და ის თამაში და თუ გავითვალისწინებთ დრო რამდენით გადასცა ნამდვილად 75 წუთი. გაათამაშეს აქ ჩილელებმა ბურთი და დაამიწეს კიდევაც. ლელოსი, რომელიც მათ